საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კлау TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის გადმოგცემთ სოფლიოში და საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. კარგად მოგეხსენებათ, თელმა, ესე იგი, სოფლიომ შეცვალა გარკვეული მიდგომები რუსეთთან მიმართებაში. მე მხედველობაში მყავს. არათუ ის ქვეყნები, რომელი ქვეყნების დღემდე ცდილობენ, რომ როგორმე არიან მდგომარეობა დაუპირისპირდნენ რუსეთს. არამედ მხედველობაში მყავს სწორედ ის ახლად არჩეული და ახლად შექმნილი მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატების და ისინი უკვე პირდაპირ ღიად აცხადებენ, რომ ჩვენ რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ. ჩვენი მეგობრობა იმიტომ არის აუცილებელი, რომ გაძლიერდეს ჩვენი ეკონომიკა და როგორმე ჩვენ მოვახდინოთ მაქსიმალურად რუსული ბაზის მონოპოლიზაცია და ფაქტის სახეზე არის. დღეს სწორედ გარდა იმისა, რომ ამ შეხვედრებზე განიხილება რუსულ-უკრაინული ურთიერთობების საკითხი, განიხილება საკითხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ამავდროულად არის სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც საკითხებს პირდაპირ კატეგორიულად დააყენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამ კატეგორიობაში შედის პირდაპირ მათი ეკონომიკური საკითხების დალაგება რუსეთთან. ჩვენ ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? სადა ვართ? საით მივდივართ? ვის უყურებთ? ვის შევცქერით ხელებში? ვისი იმედი გვაქვს? და რას აკეთებს დღეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და რატომ არ არის დღეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ჩართული იმ პროცესებში, რომ დაიწყოს დროულად უკვე სწორედ ამ საკითხების ირგვლივ მუშაობა და რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაედგას და ამ გარკვეული ნაბიჯების საფუძველზე როგორმე აღდგეს რუსულ-ქართული ურთიერთობები. ეს აუცილებელია და ეს ვჭირდება ჩვენ. რუსეთი როგორც ყოველთვის არის და იქნება ყოველთვის ის ძლიერი ქვეყანა და ის ძლიერი სახელმწიფო, რომელიც სახელმწიფოს გინდა არ გინდა მსოფლიოში ქმნის პოლიტიკურ ამიდს. და დღეს მით უმეტეს, როდესაც კოლექტიური დასავლეთმა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიბერალ LGBT ფაშისტურ ტერორისტულმა ხელისუფლებამ მხედველობაში მყავს ბაიდენის ხელისუფლება გადაწყვიტა, რომ დაანგრიათ და დაეშალათ რუსეთი, აღმოჩნდა, რომ მათმა გეგმამ კრახი განიცადა და პირიქით რუსეთი კი არ დაინგრა და კი არ დაიშალა, ის გაძლიერდა და დღეს უკვე მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი ლიდერი და როგორც ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა ქმნის პოლიტიკურ ამიდს. ჩვენ ვის უნდა შევცქეროდეთ დღეს? კი ბატონო, ვიყავით ზეწოლების ქვეშ. კი ბატონო, დღემდე მიმდინარეობს ის ზეწოლები და ის გარკვეული რაღაც მითითებები და დირექტივები, რომელიც საფუძველზე ჩვენ ვიყავით სწორედ ჩიხში შესული რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ უკვე რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადადგა დღეს საქართველოს ხელისუფლებამ. ხომ ხედავთ ჩვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დღეს პირდაპირ თქვა და დაიწყო მუშაობა იმის მიმართულებით, რომ ქვეყანა უნდა შექმნას დამოუკიდებელი პოლიტიკა, ქვეყანა უნდა შექმნას დამოუკიდებელი ეკონომიკა და ჩვენ ვისაც გვინდა და ჩვენ ქვეყნისათვის როგორც არის სასარგებლო და სასურველი, იმასაც ვიმეგობრებთ. აბატონო, აგერ ჩვენი მეზობელი ქვეყანა არის, გინდა არ გინდა, ეს აგერ არის, ახლოსია, ყურიძირში არის. ჩვენ ეს გვჭირდება. მართალია, ტერიტორიების 20% არის დაკავებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფების მიერ, მაგრამ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, ვის მიერ იქნა ეს პროვოცირებული ეს ომი, ვინ გააკეთა ეს ომი, ვის სად დაეწერა ეს გეგმები, რომელი ესე იგი, რომელი სპეცსამსახურების დერეფნებში იყო ეს ყველაფერი მოფიქრებული. ეს პირდაპირ შემილია, მე გითხრათ, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებისა და სახელმწიფო ადმინისტრაციის დერეფნებში მოფიქრებული, დაწერილი წლების მანძილზე ეს სცენარი და სწორედ მათ რაც სურდათ, ის გააკეთეს 92 წელსაც და 2008 წელსაც. ამიტომ უკვე ჩვენ უკვე ყველაფერს კარგად შევხედეთ. უკვე მთლიანობაში ნიღაბი ჩამოეხსნა. მთლიანობაში აბსოლუტურად ლუსტრირება მოხდა ყველა იმ აგენტურის, ყველა იმ ლობისტების, ყველა იმ ქვეყნების, რომელი ქვეყნების ინტერესებიც იყო, რომ საქართველოში ყოფილიყო მუდამ დაძაბული სიტუაცია და ქვეყანაში ყოფილიყო ყოველთვის ეკონომიკური კრიზისი, ხო? ახლა ჩვენ დრო არის უკვე დავიწყოთ თვითონ დამოუკიდებელი პოლიტიკის მშენებლობა, დამოუკიდებელი ეკონომიკის მშენებლობა და ჩვენ ავირჩიოთ ვინ გვინდა მეზობელი, ვინ იყოს ჩვენი მტერი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ეს უნდა გადაწყვეტოს საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება დღეს ჩვენ საუბარი და კიდევ სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ბატონი თემურ ფიფია, პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის გენერალური მდივანი. მოგესალმებით ბატონო თემურ. მოგესალმებით ბატონო ტრისთან, მივესალმებით თქვენს მაგურებს. მადლობთ რომ მომზადეთ ჩვენთან, ჩვენ სტუდიაში და დღეს პირველად ვწადებით ჩვენთან სტუდიაში და მე ყოველთვის მინდოდა რომ თქვენ მოსულიყავით ჩემთან სტუდიაში და ამ საკითხებზე გვესაუბარა. რადგან
თქვენზე უკეთესად ამ საკითხთან დაკავშირებით ვერც ექსპერტები გაშლიან ამ თემას და ვერც კიდევ ბევრი პოლიტიკური პარტიის ლიდერები. თქვენ სიღრმისეულად ახართ ამ საკითხებში. აი რომ იტყვი ბოლომდე ჩამწდომილი და იცით, სად არის ის გასაღები, რომელი გასაღების საფუძველზეც ჩვენ ქვეყანაში დაიწყება მართლაც იმ სანატრელი და სანუკვარი რომ იტყვი და თითოეული ქართველისთვის აუცილებელი მოქმედება, რასაც ქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსულ-ქართული ურთიერთობები. აი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ეს და როგორ ესე იგი შესაძლებელი არის ამის განხორციელება ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან? პირველ რიგში მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისათვის ბატონ ტრისტან. გარკვეული გამოცდილება ნამდვილად გამაჩნია 30 წელია პოლიტიკაში ვარ რუსულ-ქართულ ურთიერთობების ორომ ტრიალში. აქედან გამომდინარე გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ასე თუ ისე რაღაცას მივხვდე და რაღაცა ისეთი ღირებული აზრები მივაწოდო საზოგადოებას. რუსულ-ქართული ურთიერთობები ძალიან რთული ურთიერთობებია. ეს ისტორია პოსტსაბჭოთა 30 წლიანი ისტორია ეს არის ძირითადად მტრობის ისტორია ვიდრე მეგობრობის ისტორია. და დღევანდელმა ხელისუფლებამ ქართულმა ოცნებამ ბოლო 3 წლის მანძილზე დაასტაბილურა ეს ურთიერთობები. და ეს არის მისი ნამდვილად მისი დამსახურება. იმიტომ რომ ძალიან ისეთ კრიტიკულ მომენტში რომელიც დაუდგა რუსეთს და საქართველოსაც რუსეთს რატო? იმიტომ რომ რუსეთი დადგა ძალიან მძიმე გამოცდის წინაშე 35 წლის მანძილზე ფაქტიურად რუსეთი ალყაში მოექცა ნატოს მიერ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მეცადინეობით და მისი მოკავშირეები თითქმის მთელი მსოფლიოა ჩინეთის გამოკლებით რუსეთის წინააღმდეგ და შეუქმნეს რუსეთს გარშემო ძალიან ისეთი მტრული რკალი, ძალიან მჭიდრო რკალი, რომელსაც რა თქმა უნდა შეეძლო რუსეთისთვის შეექმნა ძალიან ისეთი პრობლემები, რომელიც დააკნებდა რუსეთს ყოფნა არ ყოფნის წინაშე და იდგა კიდევაც რუსეთი ყოფნა არ ყოფნის წინაშე ეს ტრამპმა უკვე თქვა და აღიარა და დაადასტურა ამის შესახებ, რომ სწორედ ამერიკა და ნატომ მოახდინა პროვოცირება რუსეთისა, რომ ის შესულიყო უკრაინაში სამხედრო ოპერაციით. ეს უკვე აღიარებულია შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ. ის რასაც პუტინი, ვლადიმერ პუტინი, რუსული ხელისუფლება, პოლიტიკური ხელისუფლება ეხვეწებოდა პირდაპირ დასავლეთს, რომ 2007 წელს გამოჩნდა ეს პირველ რიგში, აი მიუნხენის კონფერენციაზე, უშიშროების კონფერენციაზე, სადაც პირველად ამოიღო ხმა ასე ყველას გასაგონად რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა რომ ნატოს გაფართოება უკვე შეხვდებოდა რუსეთის მხრიდან ადეკვატურ პასუხს რომ ყველა წითელი ხაზი გადალახულია შეერთებული შტატების და დასავლეთის მიერ და ის მიიღებს ადეკვატურ პასუხს იმიტომ რომ რუსეთი იძულებულია წავიდეს ასეთ ადეკვატურ ნაბიჯებზე რაც მოხდა კიდევაც 2014-შიაც კი 2007-ში იყო ეს განცხადება გაკეთებული მიუნხენში და 7 წელი გავიდა. დასავლეთის შეერთებული შტატები აგრძელებდა თავის აგრესიულ პოლიტიკას. და მარყუშს ასე თუ ისე ავიწროებდა რუსეთის გარშემო და 2014 წელს, როცა 2008 წელი ეს იყო რეპეტიცია მათ მხრიდან. საქართველოს. ის რაც მოხდა საქართველოსა და რუსეთში. სააკაშვილის ხელშეწყობით. სააკაშვილის ხელშეწყობით და აგერა გამოჩნდა. მე არ მომისმენია პირდაპირ, მაგრამ მისმა ხელისბიჭმა ქარელმა განაცხადა, რომ ესე იგი აი წულკიანის კომისიაზე რომ ესე იგი დაადო პირდაპირ ხელი მიხეილ სააკაშვილს, რომ ის გეგმავდა ამ პროვოკაციას. ჩვენ ამას ვამბობდით, ჩვენ სამხედრო ვიყავი, მე კაცო ვიცი რა ხდებოდა და როგორი მზადება იყო იმისათვის, რომ 2008 წლის 7 აგვისტო მომხდარიყო. დიახ. კი, მაგრამ ბატონ ტრისტან ერთია თქვენი ნათქვამი, რასაც ყოველთვის ამბობდით. დიახ. და მეორეა მისი გუბერნატორის რომელიც მონაწილეობდა ამ დანაშაულში, მისი განცხადება თანაც აი ასეთ ვითარებაში, რასაც ქვია საგამოძიებო კომისიაში. ოფიციალური ჩვენება, ჩვენება, ასე ვთქვათ და
ასე რომ ახლა ეჭვი გარეშეა რომ ეს არის ეს პროვოკაციაც შეერთებული შტატების მიერ და მისი ხელდასმული მიხეილ სააკაშვილის მიერ იმის თქვა მინდა რომ 14-შიაც კი როცა კიევში მოხდა გადატრიალება როცა დასავლეთმა მოიყვანა ისეთი ხელისუფლება რომელიც უკვე ძალიან ისეთი დაჩქარებული ტემპით მოახდენდა უკრაინის მილიტარიზაციას და უკრაინის გადაქცევას ანტირუსეთად მაშინაც კი გაჩერდა რუსეთი არ შესულა 2022 წლამდე კიდევ ესე იგი რამდენი წელი გამოდის 2014-დან 8 წელი გამოდის ხო 8 წელი მას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები იმისათვის რომ ნეიტრალიზება მოეხდინა აი ამ სამხედრო მუშტისა უკრაინის სახით ცდილობდა დიალოგის გზით რაღაცას მიეხსია მაგრამ არ გამოვიდა ეს დიალოგი რუსეთი ყოველთვის პასუხობდა კი ყოველთვის პასუხობდა მისი ნებისმიერი ასე ვთქვათ ნაბიჯი იყო განპირობებული ესე იგი მათი მხრიდან დასავლეთის მხრიდან გარკვეული აგრესიული ნაბიჯის საპასუხო ნაბიჯები იყო სხვადასხვა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ჩვენ დავაკვირდეთ აი ჩვენ თავს ხო ვერ მოვატყუებთ და ხო არ მოვატყუოთ უნდა იმისათვის რომ გამოვასწოროთ ჩვენი მდგომარეობა თავი ხო არ უნდა მოვიტყუოთ აი დავაკვირდეთ ჩვენ როგორ ვითარდებოდა რუსულ-ქართული ურთიერთობები 80-იან წლების მეორე ნახევრიდან როცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არ იყო დანგრეული და ეროვნულ მოძრაობა მოდიოდა ხელისუფლებაში იმ წლების ჩათვლით 90-იან წლების დასაწყისში როგორ დაიწყო კონფლიქტი აფხაზეთში როგორ დაიწყო კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში ყოველთვის და შემდეგ 2008-შიც ნებისმიერი ჩვენი ქმედება იყო პირველი ნაბიჯი პირველი ყოველთვის ჩვენ გავაკეთეთ რაღაც ისეთი დესტრუქციული მოქმედება, დესტრუქციული განცხადება, დესტრუქციული ნაბიჯი და რუსეთის მხრიდან ყოველთვის ეს რაც მან გააკეთა, ის იყო ყოველთვის პასუხი. ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ ესე იგი სიტუაციაში. ასე რომ ეს ჩვენ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. თქვენ ახსენეთ ახლა ბატონო თემურ მოპატიეთ რუსეთთან მიმართებაში მესმის ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, იყო ესეთი შეთანხმება, რომ ნატო არ უნდა გაფართოვებულიყო პროსაბჭოთა ქვეყნებში. ანუ წითელი ხაზი მას არ უნდა გადმოეკვეთა. მაგრამ თქვენ თქმის არ იყოს, მან დაიწყო ეს დაარღვია შეთანხმება და რომლის საფუძველზე სწრაფი ტემპით მან დაიწყო უკვე იმ ქვეყნებში ბაზების განლაგება, რომელი ქვეყნებიც უკვე ახლოს იყო რუსეთის საზღვართან. ამის გარდა ნახეთ რა გააკეთა, ჩაიგდო საქართველოს ხელში. სააკაშვილმა ბოლომდე ჩაუგდო ხელში საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს. აბსოლუტურად, ესე იგი, მე მაშინ გახდით თანამდებობის პირი გახდით სამხედრო ვიყავი და ვიცი თუ როგორ ესე იგი პირველ რიგში როგორ მათმა თავდასხმის კუთხით დაიწყეს ბაზებში ხელების ფოთიალი და არაერთხელ ჩემთან მოსულან, როდესაც ვიყავი ბრიგადის მეთაური და საელჩო წარმომადგენლებს მოუთხოვიათ კატეგორიულად ნაწილის ტერიტორიაზე შემოსვლა და მონიტორინგი ჩატარება, მაგრამ მე უფლება არ მიმეცია, რადგან მათ არ ქონდათ დაშვება, სპეციალური დაშვება, როგორც სამხედრო კონდაზვერიდან, ასევე არ ქონდათ შეთანხმებული თავდაცვის მინისტრთან და ასევე არ აღთათ მათ თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა შორის დეპარტამენტის წარმომადგენელი. პირდაპირ მოდიოდნენ, არაფერად არ თვლიდნენ, ხო, მაგრამ მე ყოველთვის მქონდა მათთან პრობლემები. ამერიკელებზე მაგ საუბარი, ხო? ანუ ბოლო მაინც მიაღწიეს იმას, რომ ისინი ბოლომდე შემოვიდნენ ჩვენ ძალოვან სტრუქტურებში. ამ შემდგომ დავიწყოთ, ესე იგი, როგორ გამვითარდა მოვლენები. ნახეთ, შემდგომ უკვე სააკაშვილის ხელისუფლების წასვლის შემდგომ ჯერ უკვე უკრაინაში არ იყო ეს ომი. 12 წელი იყო. 14-ის მერე, ხო? 2 წლის შემდეგ. 14-ის მერე. ნახე როგორ ვითარდება მოვლენები და კიდევ რა გეგმებით მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატები. მოკლედ მოყავთ სააკაშვილი საქართველოში არაჟის კონტეინერით მის დესანტირებას აკეთებენ მაგრამ ჩვენა სპეცსამსახურებმა კარგად იმუშავეს და ამ კარგი მუშაობა მარტო ამაც არ არის და მოგიდებული მადლობა კიდევ სხვებსაც რომ შეწყვნათ იმოქმედეს და ეს ტერორისტი მისი იზოლაცია მოხდა ამავდროულად 2020-ში ჩატარდა ბელორუსიაში არჩევნები გაიმარჯვა ლუკაშენკო, მართლაც გაიმარჯვა ლუკაშენკო, მე ცალსახა იყო, მაგრამ თავიანთი გამოჩეკელი აგენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც მომზადებული ყავდა თუკე ძალიან კარგად იმისათვის, რომ ბელორუსია უნდა გაეკონტროლებინა თავიდან ბოლომდე, შესაბამისად ნახეს საქართველო, ბელორუსია და უკრაინა. ესე იგი ამ სამ სახელმწიფოში ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა დაეწყოთ საბრძოლო მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ.
ანუ რა ხდება? ახ გასაგებია ახლა ჩვენ რას გაუძლებთ, ხო, ვერაფერს ვერ გაუძლებთ აბსოლუტურად, ვერაფერს. გარკვეულ პრობლემებს მაინც შექმნიდა ეს დამატებით. მაგრამ არა, ამისთვის იყო შექმნილი ევროპის ქვეყნებში, პოლონეთში, გერმანიაში და პოლონეთში განსაკუთრებით კერძო სამხედრო ბაზები, სადაც მზადდებოდა სამხედრო დაქირავებული მებრძოლები. სხვადასხვა ქვეყნის და ესენი გადადაწილდებოდა ამ სამ ქვეყანაში. და შესაბამისად რა თქვენ ბრძანეთ ეხლა რომ ნელ-ნელა გადაწყვეტილი ქონათ და უნდა დაეშალათ რუსეთი, მაგრამ რუსეთის დაშლის მაგივრად მიიღეს გაძლიერებული რუსეთი, იმიტომ რომ ეს ბინძური გეგმები არ გამოუვიდათ. და შესაბამისად გამოდის რომ რუსეთმა თქვენ თქვის არ იყოს კი არ ესე იგი დაიწყო პირველი მოქმედებები, არამედ რუსეთმა თავი დაიცვა, ხო ამ შემთხვევაში. ის რომ მოდის ყოველთვის ასე იყო. ახლა ჩვენ რუსეთს არ ვამართლით. ხო, გასაგებია. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ობიექტური სურათი. კი ბატონო, აი. ჩვენ ახლა იმას კი არ ვამბობთ, რომ ჩვენ საქართველოს ყველაფერში ყველგამტყვანია. არა. არა. ძირითად მომენტებში ჩვენ ყოველთვის აი ამ მთელი ამ ბოლოს 2 წლის, 3 წლის გარდა, არა? მანამდე ვამბობ, აი ბოლოს 3 წელი. მანამდე ვამბობ. ნებისმიერი რაღაცა ისეთი მოქმედება რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ რომელიც არ ჯდება აი მეგობრული მოქმედების ფარგლებში ეს გამოწვეული იყო ისეთივე მტრული მოქმედებით უფრო რბილად რო ვთქვა არამეგობრული მოქმედების შედეგად რომელიც იყო პირველად გადადგმული საქართველოს მხრიდან ამის თქვა გვინდა ჩვენ რომ ეს გავითვალისწინო და მომავალში ეს შეცდომები არ დაუშვათ აი დღეს ისევ საქართველოს ინტერესებიდან გამოვდივართ როცა ამას ვაცხადებ და ამას ვაფიქსირებ ეხლა დღეს არ გვამოძრავ. ეს არის ჩვენი რუსეთის ადვოკატი ჩვენ არა. ეს არის ჩვენი მიზანი, თქვენი, ჩემი და ყველა იმ ადამიანების, ვისაც ვკივა ქვეყანაზე გული, რომ ჩვენ ხო ვიცით რა საშუალებები გააჩნია დღეს რუსეთს. ეს ხო ფაქტია უკვე. ამას ხო ხედავთ ჩვენ. ამას ხო მარტო ჩვენ კი მთელი მსოფლიო ხედავს. ამას და მოდი პირდაპირ ვთქვათ და რუსეთს უკრაინა კი არ ეომებოდა. ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო, კოლექტიური დასავლეთი, მთელი ეს თანამედროვე ტექნიკა, რაც ჰქონდათ კი ნატოს სამხედრო მასში ბაზებში არსებობდა სათადარიგო სამხედრო ტექნიკა, რომელიც განთავსებული იყო სპეციალურ ფარეხებში, ხო? ის გამოიყვანეს. სათადარიგო ისინი გამოიტანეს საბრძოლო მასალები და რუსეთმა რა დაუპირისპირა 60-იან წლებში გამოშვებული ტექნიკა და შეიარაღება, ხო? და მაინც ვერაფერი ვერ უქნეს. ამას ხომ ხედავთ ჩვენ? ამას ხომ უყურებთ და ამას თვითონ ამერიკელებს აღიარებენ უკვე და ევროპელებს აღიარებენ და ყველა აღიარებს, ხო? აბსოლუტურად. რომ ეს გამოვიდა ესე იგი ესეთი რაღაცა რომ თავიანთ დაგებულ ხაფანგში თვითონ გაებენ. ეხლა გამოსავალი რა არის? გამოსავალი ის არის რომ როგორმე რაღაცეერად ეხლა ტრამპი რასაც ამბობს, ხო? გასაგებია იმ შეხვედრებზე იქ არის საკითხი, რომელიც საკითხიც არის სესხლის შეწყვეტა, მაგრამ ამავდროულად ის აყენებს კიდევ თავის ქვეყნისთვის სასარგებლო საკითხებს, ხო? ეს არის ეკონომიკური სიძლიერე. და ამბობს პირდაპირ ვაჭრობს პირდაპირ ის პუტინთან, ხო? ხომ შეიძლება რომ ჩვენმა ხელისუფლებამაც დღეს უკვე ამ მიმართულებით გადადგას დაბიჯე რაღაც ხო რაღაც იქ შეიძლება მიბაძოს ტრამპს ხო მიბაძოს ტრამპს თუნდაც ჩვენ გვინდა რა ტერიტორიების დაბრუნება ხო გვინდა ჩვენ აუცილებელი ცალსახა არის ნუ ეს ერთ-ერთი თავარი საკითხია სხვა საკითხებიც გვაქვს ჩვენ რომელიც შეიძლება გადაწყდეს რუსეთთან მეგობრობის აღდგენის პირველი საკითხი რაც არის აუცილებელი ჯერ უნდა ხო რაღაც ნაბიჯი ხო უნდა გადაედგეს არაერთხელ გააკეთა თქვენს გაგაციცით და მეც გაგაციცი ლავროვმა გაცხადებები და არაერთხელ გვითხრა და პრეზიდენტმაც გააკეთა ახლა კიდევ ამ ბოლო დროს კიდევ სკამი цаრიელი არისო სასწაულს ინფორმაციო ხო კი ბატონო ხო და ამიტომ ეხლა თქვენი იმიდან აი შეფასებებიდან თქვენი პროგნოზიდან დაიწყება ეს პროცესი და გაბედავს საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ დიალოგს რუსეთთან ჩემის ღრმარწმენით ალბათ მარტო მე არ ვამბობ ამას და მარტო მე არ ვფიქრობ ქართული ოცნება უცდის თუ როგორ დამთავრდება ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკება როგორ განაწილდება ასე ვთქვათ მათი ინტერესები როგორ მოხდება მათი ინტერესების დაკმაყოფილება ურთიერთდაკმაყოფილება ურთიერთშეთანხმება და მათ შორის რა თქმა უნდა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს ორი უძლიერესი ბირთვული სახელმწიფო ერთ-ერთი მათგანი ჩვენი აგერ უშუალო მეზობელია რუსეთის ფედერაცია რომელზეც ჩვენ ყველანაირად დამოკიდებული ვართ ყველანაირად ეკონომიკურად ნუ სოციალური სფერო და რა თქმა უნდა ის პრობლემა რაც თქვენ ახსენეთ აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემა
ასე რომ მე მგონია რომ ქართული ოცნება უცდის ამ მოლაპარაკებებს მანამდე მას ჰქონდა ალბათ მაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ინფორმაცია ასე თუ ისე მე ინფორმირებულია გასაგებია ბევრად უფრო კარგად ვიდრე უბრალო მოქალაქეები ვიდრე ისეთი ხალხი როგორი ჩვენა ვართ აქედან გამომდინარე ის ასე თუ ისე ძალიან ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში მაგრამ იმდენად ფრთხილს რომ ჩვენ გვეეჭვება რომ ეს ასეთი ფრთხილი პოლიტიკა არის ასე ვთქვათ მისაღები საქართველოსთვის ჩვენ უკვე გვინდა რომ ქართულმა ოცნება განცხადების დონეზე მაინც უპასუხოს რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რომ საქართველოს არასოდეს არ იქნება იმის მესამე ქვეყნების ხელში მესამე მხარის ხელში იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ეს მაინც ხო შეიძლება რომ გააკეთდეს ასეთი განცხადება მათ ჭირდება გარანტიები გარანტიები რა გარანტიები ჭირდება ამას ახლა იმას რომ ჩვენი ეკონომიკური ინტერესები ასე თუ ისე დასავლეთში ჩვენ მისი რეალიზება ვერ მოახდინეთ ევროკავშირთან შეგვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება რამდენი წელი აქ კენტაურო როიცეკოს იმის შემდეგ რამდენი წელი გავიდა სავიზო რეჟიმი მოიხსნა და სპეციალური ეკონომიკური ხელშეკრულება შეიქმნა მაგრამ ეკონომიკური მაგრამ რომელიმე დარგს შეეტყო ესა არაფერს საერთოდ ან სოფლის მეურნეობას ამ რეწველობას ამ კულტურულ სფეროს მაინც ჩვენი ცეკვები ჩვენი სიმღერები და იქ არ გადის ნუ იყიდება უხეში ის არის მაგრამ იქ არ გადის იქ თუ ვინმე კონცერტს ატარებს რომში დაუშვათ იტალიის ქალაქებში საფრანგეთში თუ სხვაგან ისე ქართველები ესრებიან მაგას და რუსები იქ ვიწყობენ ქართველი ემიგრანტებით მოწვევი ხდება ეს ყველაფერი და ისე აი ამ კულტურულ დონეზეც კი მხოლოდ ეს სიფცე არის ჩვენთვის და არ შეიძლება ამაზე შესაბამის განცხადების გაკეთება, რომ საქართველოს ეკონომიკური ინტერესები მოითხოვს მომავალში ჩვენ, ესე იგი რუსეთთან არ ვამბობ მარტო, რომ ჩვენ ესე იგი ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაცია მოხდეს იმ ახალ წარმონაქმნებში, როგორიცაა BRICS. 3+3 დავუშვათ რა. რას უყურებ შენ მაინც და მაინც რუსეთს 3+3-ში მონაწილეობს მარტო რუსეთი კი არ არის. იქ არის ირანი ბატონო ჩემო და თურქეთი. თურქეთის იქ. მეორე მხარე უზარმაზარი ორი ქვეყანა, რომელიც არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. ახლა ხო შეიძლება გაკეთდეს, რომ ჩვენი დაინტერესება არსებობს. რომ ჩვენ ამ 3+3 შევხედოთ სერიოზულად. რატო არ შეიძლება თუნდაც შესაბამისი კომისიის გამოყოფა საპარლამენტო დონეზე, სამთავრობო დონეზე, რომ ამ კომისიამ გამოიკვლიოს თუ რა ეკონომიკური, ასე ვთქვათ, პლუსები ექნება 3+3-ში შესაძლო გაერთიანებას, საქართველოს გაერთიანებას და ასე შემდეგ. რა აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით არ შეიძლება განცხადებების გაკეთება რუსეთის მიმართ? იმ პრობლემების, იმ კონკრეტული ისტორიული პირობების და იმ ესე იგი უსლოვია ხო პირობების გათვალისწინებით რომელიც დღეს არის შექმნილი თუნდაც პასუხი არ შეიძლება გავცეთ აი ლავროვის განცხადებებს საკმაოდ პოზიტიურ განცხადებებს ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ორჯერ სამჯერ თქვა რომ ეს თქვენი საქმეაო როგორ მეილაპარაკებთო აფხაზები და ქართველებიო მე ხელ შეგიწყობთ ასე აი ადამიანურ ენაზე მარტივ ენაზე რო ვთქვა ეს გააკეთა ეს განცხადება იმ კაცმა 3-4 წლის წინ. კი, მახსოვს. არ შეიძლება ამაზე რომ ხმა მოიღოს, კაი, დაუშვათ საგარეო საქმეთა მინისტრი არ ამოიღებს ხმას ამაზე დაუშვათ და დაგვესხმებიან თავს და გადაგვატრიალებენ დაუშვათ ხო აქა. პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრის მოადგილემ რომელიღაცა სამინისტროს საგარეო საქმეთა მინისტრის განყოფილების უფროსმა მარიოს რო თქვას ამაზე ამოიღოს ხმა და თქვას რომ ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. როგორ შეიძლება რომ ეს არ გაკეთებს მთელი ამ წლების განმავლობაში უბრალოდ ეს ჩვენ დრო რაც უფრო მეტი გაიწელება ამ მიმართულებით ჩვენი პოზიციები კი არ განმტკიცდება შესუსტება თუნდაც იმ აფხაზებთან საუბრისას ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობთ რა თქმა უნდა დრო ოსებთან საუბრისას დიახ ჩვენ საწინააღმდეგოდ ეს იმიტომ რომ ისინი ამბობენ ხო ხედავ ქართველები არ არის მზად ამისთვის ხო ხედავთ რომ ქართველები არ ზრუნავენ, არც ფიქრობენ რომ აი ამ სივრცეში შემოვიდნენ სადაც ჩვენა ვართ. ხო ხედავთ რომ აი რუსებს ეუბნებიან დაუშვათ ის აი გლეხურად რომ სად მივიდა ხო ხედავთ არ არის სათქვენო არა ის თქვენი ძმა, თქვენი მეგობარი, რა გინდათ კაცო, შევეშვათ ამ ქართველებს. აი ამ დონეზეც კი უკვე ჩვენ საბაბს ვაძლევთ
იქაც არიან ძალები, რომლებსაც არ უნდათ, ხო? ერთიან სივრცეში ცხოვრება, არ უნდათ დაუშვათ მშვიდობის დამყარება, არ უნდათ მეგობრული ურთიერთობების აღდგენა. არიან იქ. იქაც არიან. აი იმათ რატო ვაძლევთ აი ამ არგუმენტებს? აი ეს უკმაყოფილება რამდვილად რასაც ჩვენ ახლა გამოვხავდათ ბატონ ანტრესთან თქვენს ამდენჯერ გამოგიხატიათ ეს უკმაყოფილება ჩვენი ოფიციალური ხელმძღვანელობის მიმართ და ეს კრიტიკა, კონსტრუქციული კრიტიკა. საღიაზრი, მე მგონია რომ ამას რამდვილად აქვს საფუძველი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხედავთ ახლა ეს სასახა არის, რომ აქ რო ზოგიერთი ექსპერტები გამოდიოდნენ და ზოგიერთი ეს ანალიტიკოსები და უკვე კრემლში იძენ და პუტინის კაბინეტის სკამზე იძენ ის რუსეთი დაიშალა და მორჩა დამთავრდა, რუსეთი უკვე აღარ არსებობს და ამიტომ ჩვენ გავიმარჯვეთ მეგობრებო. ხო გახსოვთ, გამოდიოდნენ ტელეარხებზე და მთელი ამბავი იყო, ხო, როდესაც უკრაინაში რუსეთმა დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია. პირველი დღიდან და აღმოჩნდა რომ პირიქით მოხდა ეს ყველაფერი, კაცო, პირიქით კი არ დასუსტა, გაძიარდა მისი ეკონომიკაც. საკუთარი მრეწველობა გააძლიერა. საკუთარი სამხედრო მრეწველობა გააძლიერა. ის დაკონსერვებული ფაბრიკა, ქარხნები აამუშავა, ხო? ის რაკეტები, რომელი რაკეტებზეც იყო დროებით შეჩერებული მისი წარმოება, ის განავითარა და უკეთესი და თანამედროვე იმაში გამოიყვანა. ამ საბრძოლო ტექნიკაც ახლა არ გამოუყენებია ჯერ ის საბრძოლო ტექნიკა, რომელიც საბრძოლო ტექნიკა ჩვენ ვიცით. რაც შექმნა ახლა ამ ბოლო დროს ახლა რაც ხო, არ გამოუყენებია ჯერ არც ერთი არ გამოუყენებია. მას ერთადერთი ახლა არეშნიკის ის გააკეთა, რა ქვია, დემონსტრირება გააკეთა და ამაზედაც მთელი მსოფლიო ამოაყირავა რა და დღემდე ვერ გაუგიათ ამერიკელებს და ბრიტანეთის სპეცსამსახურებს ეს რა იყო და რა ესე იგი ტექნოლოგიებით იყო ეს მე მგონი რომ მსხვერპლი არც მოყოლია, ძალიან მინიმალური მსხვერპლზე არ იყო საუბარი. ხო, გათვალისწინებული მხოლოდ და მხოლოდ გამოსვლისათვის და რა იმისათვის რომ მას რაღაცა დამანგრეველი ისინი გამოეწვია შედეგები, ხო? იმიტომ ის 10 ქობინა აქ იმ ქობინაში ეს ბირთვული შემადგენლობა არ იყო. ეს ქობინები, რომელიც გაიშალა და მოხდა მისი დეტონაცია, ხო? ეს იყო ჩვეულებრივად გამოსასწრელი ქობინები და თქვენ წარმოიდგინეთ გამოსასწრელი ქობინება ამ რაკეტამ რა შედეგი დადო, ხო? და წამში 3 კილომეტრს გადის, კაცო. და ეხლა კიდევ ეს რა არისო, კაცო, ხო თქვა პუტინმა, ეს რა არისო? ჩვენ კიდევ ახალს ელოდეთ, ხო? და როცა ასეთ სიტუაციას ხედავთ ჩვენ, როცა ასეთ მდგომარეობაში დღეს ჩავარდა რუსეთი, როდესაც ამხელა ძლიერი მართლაც უძლებელია დღეს, ეხლა მთელი მსოფლიო ეომება და ნუ ახლა მე მხედველობაში ხავს ეს კოლექტიური დაცლავი და ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი და ყველა ის რომ იტყვი ლიბერალი, LGBT, ფაშისტური, ტერორისტული იდეოლოგიის მატარებელი სახელმწიფო მმართველები, რომლებსაც დღესაც კიდევ რაღაცნაირად ცდილობენ რომ კიდევ და კიდევ დაზამო რუსეთთან სიტუაციები, ხო? ეს ყავს მხედველობაში. როცა ამას ხედავ შენ რომ მას ვერაფერი ვერ დააკლეს, ხო? მით უმეტეს კურსკში შეიჭრენ. მე ისე დღეს კურსკი უკვე სრულად კონტროლის ქვეშ არის. ამავდროულად ყველა მიმართულებით, სადაც კი სამხედრო საბრძოლო ოპერაციები მიმდინარეობს, ყველა პოზიციებზე მოწინავე იმაში არის რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქვედანაყოფები, ხო? როცა ამას ხედავ შენ, ხო? ხო უნდა რაღაცა შეცვალო, რა თქმა უნდა. ხო უნდა შეცვალო, იმართო და რა არის ახლა მისი თავარი მოთხოვნა? რა იყო რუსეთის თავარი მოთხოვნა უკრაინის სამეორთებაში? რომ მე თქვენ მომეცით დოკუმენტი. დავწეროთ დოკუმენტი, რომ თქვენ არ გახდებით ნატოს წევრი ქვეყანა. და ეს ამ ქვეყანაში არ განლაგდება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები და ნატოს ბაზები. ეს არ გააკეთეს, ხო? იგივეს გეუბნება შენ საქართველოში, კაცო, იმ კონსტიტუციაში რო გაგჭირ, რა უნდა კონსტიტუციაში ერთი მითხარი, რო შეიტანეს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ეს რა საჭირო იყო? ხო უნდა მოხდეს ამ მუხლის ამოღება იქიდან. ქართულმა ოცნებამ გააკეთა ეს და ამას ქართული ოცნება ხსნის იმ საშიშროებით, რაც მას თითქოს მოელოდა, თითქოს კი არ რეალური იყო, რა თქმა უნდა, რომ ძალიან ძლიერი იყო ეს ლიბერალური ძალები, რომელიც თვითონ შეინარჩუნა ისევ ქართულმა ოცნებამ, ნუ რა ზეწოლის შედეგად, მაგრამ ძალიან ზედმეტი მოვიდა ნამდვილად. სავსეა გაძეძგლია ნაციონალური მოძრაობის წევრებით სახელმწიფო სტრუქტურები ადგილებზე და ცენტრშიაც. რეგიონებში და მე მგონი სამხედრო სფეროშიც და სხვაგანაც პოლიციაში. სამხედრო სფეროში აგერ ხო ნახეთ ახლა როგორ ოფიციალური განცხადება რო გააკეთეს სადაც სამინისტროს თანამშრომლობა. კი ბატონო, რამოდენიმე 65 სამხედრო მოსამსახურეა. ხო, ეს იმის ნიშანია. ეს თვითონ სამინისტროს თანამშრომლობა წარმოიდგინე. კი ბატონო და მიბაძონ ერდოგანს როგორ მოქმედება. ხო. რატო ხმას არიგებს ახლა ევროკავშირი ერდოგანთან მიმართებაში ათი. ჩვენ რო არ იქა და ერდოგანმა გააკეთა ის რაც უნდა გააკეთებინა. ეს ლიბერალური ოპოზიცია, ესე იგი მომენტი. მოგუდა. მომენტი, ესე იგი ჩაიგდო ხელში. ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში. იქა ტრამპს უკვე არ ცალია ამისთვის და შეზღუდა
და პოლიტიკური მოწინააღმდეგე ფაქტიურად იშორებს. ახლა როგორ განვითარდება ნახოთ, მაგრამ არ ამგონია რომ ერდოგანმა ეს თამაში წააგო. დაუბრუნდოთ იმ საკითხს. დიახ. აი რას თავარი რაც არის. რუსეთის ფედერაციის სამხედრო დამარცხება იყო დაგეგმილი და განცხადებული ბრძოლის ველზე. კი. სტრატეგიული დამარცხება. რუსეთს უნდა ვაგემოთ სტრატეგიული დამარცხება. ამას ამბობდა ევროკავშირის ლიდერები, ამას ამბობდნენ და შეერთებული შტატების მაშინდელი ლიდერიც ბაიდენი ამას ამბობდა. რა თქმა უნდა, ამას აცხადებდა, რომ ჩვენ მოვახდენთ ესე იგი ბრძოლის ველზე სტრატეგიულ დამარცხებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ისინი თავს მოახდენდნენ რუსეთს თავის ნებას. ანუ ეკონომიკურადაც დაიმორჩილებდნენ და დაიმორჩილებდნენ პოლიტიკურადაც და მის რესურსებს, როგორც ეკონომიკურ, ისე სამხედრო რესურსებს, ეს იგი ბირთვული უძლიერესი სახელმწიფოა, ტექნოლოგიებს გამოიყენებდნენ თავიანთი მიზნების შესაბამისად. მათი მიზანი რა არის? საბოლოო ის რომ ჩინეთის დათრგუნვა მოხდეს და ჩინეთის გაჩერება მოხდეს. მაგრამ არ მოხდა რუსეთის სტრატეგიული დამარცხება ბრძოლის ველზე. გახსოვთ, აჭრელებული იყო მთელი თბილისი და ბათუმი და ქუთაისი და ზუგდიდი და თელავესი ყველა უკრაინული დროშები. აჭრელებული იყო ჩვენი ტელევიზიები. ლოგოები ხო ლოგოები და მაპატია საჯდომებზე ეხატათ უკრაინის დროშებს. საჯდომებზე ეხატათ მათ შორის ბატონო ჩემო ქართული ოცნების ასე ვთქვათ ძალიან გავლენიან ფიგურებს. კაბინეტებში ყოდათ, კაბინეტებში. დროშით შემოდიოდნენ პარლამენტში. ხო გვახსოვს ეს? როგორ ის გიჟობები იყო. ესე იგი მთელ საქართველოში გავრცელებული. გადაჭედილი იყო. ტელევიზია იმედი. დღესაც არ არის მოშორებული, მე მგონი უკანა ფონზე პირველი არხი. ჩვენ ხედავდით როგორი პროპაგანდა იყო, აღვირახსნილი ანტირუსული პროპაგანდა, რომ უკრაინა მოიგებს, უკრაინა გაიმარჯვებს, გაუმარჯოს ზელენსკის, ზელენსკი მართალია ყველაფერში, აი უკრაინელი ხალხი, რომელიც ესე იგი თავის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას იცავს, აუცილებლად გაიმარჯვებს, ამ დროს ისინი არ ახასიათებდნენ ამას. ეს იყო გარეგნული, მხოლოდ დახასიათება სინამდვილეში რაც მოხდა იქ. სინამდვილეში ის მოხდა, რომ ზელენსკის ფაშისტური ხელისუფლება მოვიდა 2014 ხელისუფლებაში, მისი წინაპრები და მერე ზელენსკი და მან მოახდინა დიქტატურული ხელისუფლების დამყარება, სამხედრო პოლიტიკური დიქტატურა დაამყარა დაახლოებით ისეთი, როგორც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი იყო, უფრო უარესი, გახსნილი ფაშისტური დიქტატურა იყო და დაემორჩილა ხალხის ნება. დაემორჩილა ყველა პარტია, ყველა ტელევიზია, მოახდინა უზურპირება ხელისუფლების ყველა მიმართულებით. ეს არის საპარლამენტო ხელისუფლების, ეს არის ბატონო ჩემო სასამართლო ხელისუფლების და აღმასრულებელი. და ამის შემდეგ ესე იგი მოახდინა მილიტარიზება ხელისუფლების, то есть ქვეყნის მილიტარიზება და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აი რუსეთს ეს გააკეთებინა, რაც გააკეთა 2022-ში და რომ მან შეუქმნა საფრთხე ზელენსკი და აი ზელენსკის უკრაინა და არა უკრაინელმა ხალხმა, უკრაინელი ხალხს როცა ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა ის ხელისუფლება და ხალხი უნდა დავაშოროთ ერთმანეთს. გამიჯნოთ. ხო, გამიჯნოთ უნდა. ჩვენ ვხედავდით რა მოხდა უკრაინაში. 2014-დან 2022 წლამდე საარტილერიო დაბომბები არ შეწყვეტილა დონეცკისა და ლუგანსკის. კი ბატონო, კი. და სროლები ამ ესე იგი ოლქების მიმართულებით და ჩვენ აი ეს მდგომარეობა ქონდა საქართველოში. მაგრამ დღეს უკვე ვხედავთ, რომ ეს ასე არ მოხდა. ერთეულები ამბობდნენ ბატონ ტრისთან, ისეთი ხალხი როგორც თქვენ ახართ, როგორც მიხეილ ჟღენტია, როგორც რამოდენიმე ასე ვთქვათ პასუხისმგებლობით ახსავსე საკუთარ ქვეყნის წინაშე პიროვნებები ამბობდნენ, რომ ეს ასე არ დამთავრდება ხალხმა. არ იქნება რუსეთის დამარცხება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამჩნევთ გარკვეულ სისუსტეებს რუსეთის დაუშვათ სახელმწიფოში, თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით. რაღაცა შეცდომებს დაუშვათ თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით. შეცდომები იყო, რა თქმა უნდა, დაშვებული. და მაგრამ არ მოხდება ეს. ის უკან დახევა, რომელიც მოხდა ხარკოვი დატოვეს, ის დატოვეს, დაუბრუნდნენ ესე ფაქტიურად იმ მდგომარეობას, რა მდგომარე იყო სამხედრო. ეს არ ნიშნავს არაფერს. ქართველო ხალხო, ნუ შეხვალთ შეცდომაში. ნუ ავყვებით პროვოკაციებს და ნუ ჩავერთვებით ამ ომში იმ ხარეს, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს და რომელიც გადაგჩეხავს ჩვენ, ესე იგი, უსკრულში.
ქართულმა ოცნებამ ასე თუ ისე არა უმაღლესმა ხელმძღვანელობამ რამოდენიმე კაცმა ალბათ ბიზინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეძლო და აი ამ უზარმაზარი ზეწოლის პროპაგანდისტური ინფორმაციული ომი იყო გამოცხადებული საქართველოს წინააღმდეგ. ფაქტიურად შეძლო და ჩვენ ესე იგი ისე გავაკეთეთ რომ საქართველოს არ გადაიჭეხა უსხლოში და ახლა ხო გამოჩნდა ყველაფერი. ამის შემდეგ ჩვენ ხო შეიძლება რომ როგორც თქვენ ახსენეთ რომ რაღაცა მივცეთ საზოგადოებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, პირველ რიგში რუსეთში, აი ამ აფხაზებს, ოსებს, იმის ნიშანი რომ ჩვენ ვცვლით არც ომი, არც მშვიდობა, ასე ვთქვათ, ამ პოზიციებს ვცვლით თანდათანობით, ყოველ შემთხვევაში თანდათანობით მაინც იმითი, რაც საქართველოს ინტერესებს შესაბამება. კერძოდ ჩვენ ვიწყებთ ასე თუ ისე კეთილმეზობლური ურთიერთობების აღშენებლობას, აღდგენას ყველაზე დიდ მეზობელთან რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც იწყება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. არის აქ, რა თქმა უნდა, წითელი ხაზები, არის გარკვეული სიძნელეები, ჩვენ ახლა შემოგვედავებიან იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ რუსეთს აქვს, ესე იგი, საელჩოები იმაში, ცხინვალსა და სოხუმში, როგორ შეიძლება, რომ ჩვენ, ესე იგი, დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ, ჯერ იქიდან ის საელჩოები გაიყვანონ, ჯარები გაიყვანონ, დეოკუპაცია მოახდინონ და ამის შემდეგ მხოლოდ შეიძლება ესე იგი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. არ არის ასე. არ გაკეთდება ასე. აგერ ტრამპი რას აკეთებს? ტრამპა განაცხადა, რომ ის ტერიტორიები, რაც რუსეთმა ესე იგი დაიკავა სამხედრო გზით. დიახ. ზაპოროჟიე ოლქში, დონეცკი, ლუგანსკი და მარიუპოლის ნაწილი და ასე ვთქვათ, საერთოდ კრიმზე საერთოდ საუბარი არ არის. ნუ კრიმის ისტორიულად რუსეთის იყო და ეხლა იმენ დაიბრუნა თავის ტერიტორიაზე. ეს რუსეთს დარჩება. პირდაპირ ეუბნება ზელენსკის, ნუხტუნაობა ეუბნება ზელენსკის ისა. ტრამპის და მისი წარმომადგენელიც აი ამ მოლაპარაკებებში. არა მხოლოდ ტრამპი, არა ვიცე-პრეზიდენტი, ყველა მთელი ადმინისტრაცია ამას ეუბნება ზელენსკის, რომ всё დამთავრდა ესა. რაც დაკავებულია რუსეთს, ის უკვე რუსეთისა. შენ უნდა შეურიგდე ამ მდგომარეობას. ხედავთ რა ის არის სიტუაცია? აქედან რუსეთი არ გავა, აფხაზეთიდან არ გავა და ცხინვალის რეგიონიდან არ გავა, იმიტომ რომ მის სასიცოცხლო ინტერესებში შედის ეს. რა თქმა უნდა. ხო უნდა დავაგვირდეთ, კაცო. რეალურად რა მოხდება? რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა და რა არ შეიძლება გააკეთოს აქედან არ უნდა გამოვიდეთ ბატონო პრეზიდენტ. ბატონო თემო. კი, რუსეთის გასვლა აქედან თურქეთის შემოსვლა ერთი იქნება, იცოდეთ. დაკარგული გქონდა ბათუმის რეგიონიდან გასვლა. აი რუსეთი რომ გავიდეს და რუსეთის ინტერესები. ეს კიდევ სხვა საკითხია. ჩვენ პროგრამად შედიხარ. აი ეს ბაზები, რომელიც აფხაზეთშია და ცხინვალში, ის ჩვენ გვიცავს თურქული ექსპანსიისმ. რა თქმა უნდა, გვიცავს ეს ჩვენი თურქ მართალი ბაზები. აი ეს რუსული ოკუპაცია, ასე. ერდოღანი მაღაზია ჩასაფრებული. ოკუპანტი რუსეთი, ჩვენ გვიცავს თურქეთისგან. ის რომ ლექსებს წერს იმაზე მესხეთსა და იმაზე საქართველოს ერდოღანი, მაგის ოცნება არის, ხო ეს ყველაფერი და ამიტომ რუსეთის ინტერესების გასვლა ამ ჩვენი რეგიონიდან ხო ჩათვალეთ რომ ხო ჩვენ მიმართ რომანტიკულად არის განწყობილი. კი, რომანტიკულად არის გავითვალისწინე. ხო, რომანტიკულად არის გაწყობილი, ხო. როგორ ოცნებობს ის, როდის შემოიჭრება და როდის და იმას აიღებს ბათუმს, გურიას და გამოახდენს თავის ზეგავლენას და იმაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული გეგმაც ექნება. რა თქმა უნდა. დაწერილი სამხედრო თვალსაზრისით, ადმინისტრაციული თვალსაზრისით, სახელმძღვანელოებში, თურქულ სახელმძღვანელოებში, ბავშვებს სკოლაში, ბათუმი და გურია არის თურქეთის ისტორიული ნაწილი, ამას ასწავლიან. ეს რო გაქვთ გაკეთებული და ამ რუკით ხელმძღვანელობენ და ამ რუკას ასწავლიან ამ ბავშვებს. და ხა თქვენ წარმოიდგინეთ რა არ აქვთ მათ ეს ამბიციები, როგორ არ აქვთ ეს ამბიციები, ხო? და ამიტომ მისი ამბიციების თოკვა და მართვა ხდება სწორედ აი ამ რუსეთის მხრიდან, რომ არ მოხდეს მართლაც თურქული, ესე იგი, ზეგავლენა და მისი ძალების შემოჭრა ბათუმისა და ამ გურიის მიმართულებით. საქართველოს დღეს პატრონი, ასე ვთქვათ, და ისეთი მოკავშირე, რომელიც მას დაიცავს, არ ყავს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ამერიკა ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენ მოკავშირე კი არა, წერია ფაქტიურად. ის მოკავშირე კი არა, ის გაბურთავებდა. და მის ხელში შენიყავი საბურთაოისა, რა ქვია, რომელსაც გამოიყენებდა იმ მართულებით გაისწრო და რა მართულებით თვითონ დასჭირდებოდა და აქედან გამომდინარე ჩვენ თუ არ მომნახეთ ქოლგა ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. რაღაცა ისეთი უშიშროების სისტემაში თუ არ ამოვყავით თავი და თუ არ შევედით, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც
იქ სადაც ავართ იმ მდგომარეობას მაინც შეგვენარჩუნებინებს და პოტენციალში კი ჩვენ ესე იგი გააკეთებს ისე ეს უშუალოების სისტემის ამ ქოლგის ქვეშ შეიქმნება ისეთი პირობები, რომლის ფარგლებშიაც შესაძლებელი იქნება ერთიანი სივრცის აღდგენა ოსებთან და აფხაზებთან. ამაზე თუ არ ვიფიქრეთ, ჩვენ რაც უფრო დავაგვიანებთ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, მით უფრო ძნელი იქნება ამ მიზნების შესრულება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ქართულმა ოცნებამ უნდა გააკეთოს ნაბიჯები და ერთიანი უშუალოების სისტემა ეს არის ის სისტემა, რომელიც შექმნილი არის პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მონაწილეობით. ანუ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვექცეთ საქართველოს შეუერთდეს თავის ინტერესების დაცვით, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით იმ ერთიან თავდაცვის და უშუალოების სისტემაში, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს. და ეს იქნება პირველი ნაბიჯი საქართველოს გაერთიანებისგან. პირველი ნაბიჯი, ანუ ჩვენ უნდა შეუერთდეთ იმ სივრცეს, სადაც აფხაზები და ოსები არიან. რომელიც სივრცეში აფხაზები და ოსები ყოველთვის იყვნენ. და რომლითანაც გამოსვლამ ჩვენ თანაც როგორმა გამოსვლამ ჩვენ დაუპირისპირდით და სისხლით გამოვედით. სისხლით გამოვედით. აი ჩვენი თავი ჩვენი მონდათესავე ერი დავხოცეთ რა. ჩვენ საქართველოს ჩვენ თვითონ დავგლიჯეთ და ჯერ ერთმანეთი დავხოცეთ აქ ჯერ თბილისში და შემდეგ იმათ მივადექით. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იმისათვის, რომ შესაბამისად შემდეგ მათ მოერქნათ კონტროლი ჩვენ ქვეყანაზე, ხო? ეხლა თქვენ ახსენეთ, ეხლა აი, კარგი ამერიკა მოკლედ მთელი იმით დაგვიდგინა, ესე იგი, დაგვეხმარება, ხო? დაგვეხმარება, ხო? დაუშვათ. სიტყვაზე ვამბობ, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ხო? ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა რას ნიშნავს? ის ესე იგი, შენი სტრატეგიული პარტნიორი არის და უნდა დაგეხმაროს მათ შორის, როდესაც ქვეყანა ემება სამარ მოქმედებებშიდაც, ხო? და ნახეთ, მისი სტრატეგიული დახმარება 2008 წელს, ხო? 2008 წელს. ეხლა მე როგორც სამხედრო სპეციალისტი ვამბობ და ვიცახი. კარგი, წავედით ჩვენ და ამერიკისკენ თავიდან ბოლომდე აი ხელებაწეული შევედით მათ ესე იგი სივრცეში, ხო? და როგორც მაშინ ეს გიჟიდა გადარეული ავამტყოფი სააკაშვილი გადარიეს და დაიწყო 2008 წელს სამხედრო ოპერაციები და დავიწყეთ როგორც ახლა გეუბნებოდა იგივე რაც სააკაშვილის უთხრეს მაშინ ხო ახაც როგორც ახლა გვიჩიჩინებდა ეკელი დეგნანი გაიგე ეს უსინდისო ქალი ეს მტერი საქართველოს მტერი თქვენ დაიწყეთო ესაო რაღაც სამხედრო ოპერაციები და მე გადით ტყეშიო პარტიზანებათო რა ტყეში გადითო ეხლა მე ვამბობ და მე მათთან იმ ელჩებთან გაიგე და იმ ესე იგი რომ მეტყვი ჩამოყალიბებულ დიპლომატებთან კითხვა გაიგე გავედით ტყეში გავედით ჩვენ ტყეში კი ვერ გაუძენით უკვე ჩვენ მასშტაბურ შემოტევებს რუსეთის ფედერაციის ჯარების მხრიდან მათმა დაიკავეს მთელი საქართველოს ტერიტორიები დაიკავეს მთელი სტრატეგიული ადგილები ჩვენ გავედით ტყეში მე რა მე აი საიდან მაწვის მე ამერიკის შეერთებული შტატები შესაბამის საშუალებებს იმისათვის რომ მე განავითარო პარტიზანული მოქმედებები ტყიდან რუსეთის ფედერაციის ჯარების წინააღმდეგ საიდან მაწვის მე შეკითხვა მაქვს როდესაც უკვე საქართველოს საჰაერო სივრცეს დღესასწაულად რუსეთი აკონტროლებს ცხინვალიდან და აფხაზეთიდან შავი ზღვის საზღვაო ეკვატორიას რუსეთი აკონტროლებს ვეკითხები მე საიდან უნდა მომაწოდოს ლოჯისტიკის კუთხით გაიგე რომ მე ვიყო აღჭურვილი როგორც ტექნიკით ტყეში ახლა ტექნიკა იარაღით საბრძოლო მასალით და შესაბამისი სხვა კვების პროდუქტებით აიმით ხო რომ მე გამოვკვებო ჩემი ჯარისკაცებით და იმ მცირე ჯგუფები რომელიც მცირე ტაქტიკურ მოქმედებებს განახორციელებენ და დარტყმებს რუსეთის სამხედრო ბაზებზე აი საიდან ანუ ესენი გეუბნებიან განადგურდითო რა თქვენო ჯერ ერთი ჩვენი ტყეები რა იმ ხელა სივრცეა რომ იქ ესე იგი ხელისგულივით ჩანს ახლა პარტიზანული ომის წარმოება დღეს მე წარმოუდგენელი მგონია საერთოდ ეს იყო რაოდენიმე ჯგუფი რო ნებისმიერ ადგილას დაგარტყამს ეს აბა ეს იყო სტალინის დროს გამართლებული იყო მაგრამ ახლა კი ბატონ თანაც ბელარუსის ტყეებში და რუსეთის ტყეებში და იმაში აქ სადღაც აწარმოებს არის აი რაღაცა მთელი ისა რა ქვია კი ბატონო კონტინენტი ასე ვთქვა დიახ ეს არის რა თქმა უნდა ეს ავანტიურაა ეს არის საქართველოს მტრები აი მოსისხლე მტრები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების ნაირი მტერი ჩვენ საქართველოს არ აყოლია დიდი ხანი არ აყოლია
აი თურქეთი, თემურლენგი და აი მათ უნდა შევადაროთ ხოლმე. მათ გეთახმებით. ხო ხედავთ რა დამართეს უკრაინას. ქალაქები არ არის დარჩენილი და მოსახლეობა არ არის, ესე იგი ახალგაზრდობა, ოჯახი არა დარჩენილი, რომ ეს არ შეხებია ეს ომი. ხო და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა შევხედოთ თუ როგორ ვითარდება მსოფლიოში პროცესები. ჩვენ ხედავთ რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე შეცვალეს პრაქტიკა 180 გრადუსით შემოაბრუნეს აი ეს თავისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ. სტრატეგიული დამარცხება ბრძოლის ველზე არ მოხდა რუსეთისა. ტრამპი რომ მოვიდა ხელისუფლებას სულელი უძახა იმას წინა პრეზიდენტს. იმ სულელი ბაიდენის ბრალი არისო რომ ესე იგი ომი დაიწყო და ომი არ უნდა დაწყებულიყო საერთოდ. რა თქმა უნდა არ უნდა დაწყებულიყო ხედავენ შედეგს. რომ იმ ომმა ვერ მიაღწია შედეგს და რუსეთის დამარცხება ვერ დადო ის რაც ინდებოდა. ხო, აქედან გამომდინარე ამ მიმართულებას პერსპექტივა არ გააჩნია და ტრამპი ცდილობს რომ ამერიკა გამოვიდეს ომიდან შესაბამისად და სახეთ შეინარჩუნოს. ბატონო თემურ, ჩვენ ესე იგი მოკლედ თქვენთან საინტერესოა საუბარი და იმ დონის საკითხები გვაქვს კიდევ განსახილველი, მაგრამ სამწუხაროდ ფორმატი არ გვალებს ამის საშუალებას. მაგრამ მაინც მე ახლა რაღაც ძალიან დაგვრჩეთ 3-4 წუთი დაგვრჩა და უნდა აუცილებელია მე თუ არ შევეხო ამ საკითხს არ შეიძლება. კურსკის ოპერაცია, რომელიც კურსკშიდაც ჩატარდა უკრაინის მხრიდან შეჭრა კურსკის ტერიტორიაზე და დაიკავეს გარკვეული მიმართულების სუჯა და სხვა დანარჩენი ეს სოფლები და ეს ოლქები და ამ დროს გამოჩნდა იქ ქართული დროშა. ქართული დროშა. ერთი სიტყვით ეს იყო ძალიან პირდაპირ დარტყმა საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთს დაანახეს რომ ქართული, ნუ ახლა იქ შევიდა ქართული დაჯგუფება და ბრძოლობენ ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ქართული დაჯგუფება, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც აქედან უნდა მომხდარიყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და რაღაცნაირად მაინც თქვენი თქმის არ იყოს რომელიმე საგარეო საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსის წარმომადგენლს მაინც უნდა გაეკეთებინა განცხადება რომ ეს არ არის. დიახ. მაგრამ მოხდა ის რომ აი ამ ტალახს, რომელი ტალახის ესროლეს საქართველოს პროვოკაციულად, სწორედ ამ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა მოხდა ისეთი რამ, რომ ეს ტალახი და ამ სირცხვილიდან იხსნა ადამიანმა, რომელი ადამიანი დღეს მოღვაწეობს რუსეთში, მამუკა ფიფია, რომელიც ჩავიდა კურსში, ჩაიტანა ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს სახელით. საქართველოს სახელით და მართლაც რომ ეს არის გმირობის თოლფასი არის და ვაჟკაცობის თოლფასი არის და ეს დასაფასებელი არის როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი, ასევე თითოეული საქართველოს მოსახლეს მხრიდან რომ ჩვენ აი ამ რაღაც პროვოკაციებიდან და ამ რაღაც გარკვეული იმიდან გამოგვიყვანა ამ ადამიანმა და მამუკა ფიფია დღესაც ჩამული არის ამ პროცესებში და აქტიურად მოქმედებს და ის აპირებს თუ არა აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას საქართველოში. ბატონო დრესთან ის რაც მოხდა იქ ქართული დროშის აფრიალება ეს იყო ძალიან მუხანათური ასე ვთქვათ პროვოკაცია რომელიც მიმართული იყო საქართველოს და ქართული ხალხის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა. სინამდვილეში რაც მოხდა რომ ეს ქართული მხარის ნება არ იყო, ქართული ხალხის ნება არ იყო და ეს იყო პროვოკაცია იქ რუსულმა მხარემ ეს გამოიკვლია მაშინ. ამ რამოდენიმე დღეში, მაგრამ რაც გააკეთა მამუკა ფიფიამ ოპერატიულად, როგორც მას ჩვევია ხოლმე. ოპერატიულად იმოქმედა. ეს იყო მორალურ პოლიტიკური ხასიათის ქმედება და ნაბიჯი პოლიტიკოსის მხრიდან, რომელმაც გაანეიტრალა ეს უარყოფითი ასატკა, როგორ იქნება ეს უარყოფითი გავლენები, რაც მოახდინა მაინც ამ ქმედებამ, ამ პროვოკაციამ ინფორმაციულ სფეროში, იდეოლოგიურად, პოლიტიკურად და ასე შემდეგ. ხომ დარჩა მაინც აი ეს მილიონობით ხალხმა თელმა რუსეთმა გაიგო, რომ კურსკში ესე იგი აფრიკელი და ქართული დროშა იმათ თანაც რა სიტუაციაში იქ დახოცილი ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის ფონზე მოხდა ეს და აი ამისი ასე ვთქვათ განეიტრალება მილიონობით გონებაში და მილიონობით გულში ეს ცოტა საქმე არ არის. და თქვენ როგორც აღნიშნეთ ბატონოდრისთან თუ მინისტრის საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, თავდაცვის სამინისტროს მინისტრის დონეზე
და მთავრობის დონეზე ეს არ მოხდა. რომელიღაცა საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიღაცა განყოფილების უფროსის დონეზე მაინც ხომ უნდა მომხდარიყო რეაქცია რომ უნდა დაეგმოთ ესა, უნდა გააკეთებინათ განცხადება, რბილი განცხადება, რომ ასეთი რამ საქართველოს ინტერესებში არ შედის. ეს მაინც უნდა ეთქვათ. ესე იგი ჩამი-ჩუმი არ გაისმო და არ მოხდა რა. მე ყოველ შემთხვევაში არ გამიგია ოფიციალური საქართველოს ოფიციალური თბილისის მხრიდან რეაქცია არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ამან გამოიწვია საკმაოდ დიდი უარყოფითი რეზონანსი რუსეთის ინფორმაციის საშუალებებში. და ამისი ნეიტრალიზება მოახდინა მამუკა ფიფიამ თავისი ქმედებით, თავისი ოპერატიული მოქმედებით და მამუკა ფიფია არის ნამდვილად პოლიტიკოსი, რომელიც არის აი საქართველოს რესურსი, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი რუსეთში, მოსკოვში და აი ამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით დღეს. ამიტომ მადლობა რა თქმა უნდა მამუკა ფიფიას და რაც შეეხება ქართული ოცნების მხრიდან და ოფიციალური თბილისის მხრიდან დააფასეს თუ არა მისი ეს ნაბიჯი, მე მგონია რომ ეს დაფასება არ მოხდა რა ქართული მხრიდან. სამაგიეროდ საქართველოს მოსახლეობა და მოსახლეობა მეც ნახა. და მოსახლეობა ნახა. სვიფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი დრო მოიწურა, მართლაც საინტერესო დიალოგი იყო ჩემსა და ბატონ თემურ შორის და ეს ადამიანი კიდევ აღნიშნა რომ ეს ადამიანი პირველი დღე არ არის ჩაბმული არის ამ პროცესებში და პირველი დღე არ არის რომ ეს ბრძოლობს იმისათვის რომ მართლაც დაალაგდეს რუსულ-ქართული ურთიერთობა და ერთხელ სამუდამოდ ამ ქვეყანას ეღირსოს და ეს ქვეყანა დადგეს სწორ პოლიტიკურ გზებზე და დღესაც ეს აკეთებს ამ საქმეს. მე მინდა ბატონო თემურ მადლობა მოგიხადოთ ჩვენთან მობრძანებისათვის. ძალიან ბევრი საკითხები ქონა კიდევ ჩვენ გასავლელი, მაგრამ იმდენ გაერბნათ რომ იმიტომ რომ საინტერესო საკითხები როცა არის ყოველთვის დრო გადის სწრაფად და საინტერესო საუბარი, საინტერესო რესპონდენტი როცა ყავს უკვე დროსაც ძალიან სწრაფად გაგვირბის და სვიფასო ტელემაყურებლებო, მადლობთ რომ გიყურებთ, კარგად ვანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე, მადლობთ მომბზანეთ ჩვენთან სტუდიაში და მოხარული ვიქნებით შემდგომ კიდევ თქვენი სტუმრობით და სხვა დანარჩენი საკითხების განხილვასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ. დიდი მადლობა. კარგად ვანდებოდეთ.